ლანცდობისა მეგობრებო, მოვედით სადგურზე, ჩავსხედით 25 წუთი ვიარეთ სადღაც ფეხით, მოვედით, მივედით რაღაცა ჯიხურთან გავაგზავნეს, ჩეკინი უნდა გაიაროთო, გადაგვახდევინეს თანხა სადგურზე შემოსვლის, ისე არ შეიძლება. 150 დინარი, მაკედონური დინარი. რაც არის დაახლოებით 3 ევრო რა. ხო, 3 ევროც არ არის. ნუ ბევრი არ არის, მაგრამ სადგურზე შემოსვლა ფასიანი იყოს, პირველად გავიგეთ. მე მოვედით და რომ მოვედით ჩვენი ავტობუსი ჩამოდგა ზუსტად და ამოვედით ეგრევე დავსხედით გავა 34 წუთში გავა წესით ზუსტად და მივემართებით ალბანეთის დედაქალაქისკენ რომელიც არის ტირანა ძალიან დავეღალეთ ამდენი სიარულით, ამდენი მოგზაურობით მაგრამ არ ნებდებით რა თქმა უნდა სამგეროთ არის ესეთი პროდუქტიული გასვლა გამოგვივარა პროცესის მე ერთი წელი არ ყოფილა წასულები არსად და ეხა მოვიარეთ ფაქტობრივად მთელი ბალკანეთი ნუ დარჩა რაღაცები სანახავ მაგრამ მე მგონი რომ საკმარისი აღმოჩნდება ამ ერთი მოგზაურობის პარკლებში კი საკმაოდ დამღლელი იყო და იმიტომ რომ ბოლო ქვეყანაში ორ-ორი ღამე გავჩერდით და როგორც იმისთვის რომ თან დაისვენო და თან ნახო რაღაცები ცოტა აღმოჩნდა ჩემი აზრით. სანახავად რეალურად ჩვენ ყველაფერი ვნახეთ თითქმის უბრალოდ ახლა მაგალითად მუზეუმი დაკეტილი იყო ან რაღაც ეგრო გამოურიცხოთ რა ეგეთი რაღაცები. მაგრამ აი სამი ღამე ვფიქრობ რომ იდეალური იქნება ისეთი ქვეყნისთვის სადაც ძალიან ბევრი რამე არ არის სანახავად. ცოტა დასვენებასაც მოვასწრებ. დასვენებას შეგვევი გარემოსაც შეგვევი რაღაცა ამერიკების სივრცეს და მე წამოყვალ რა და აქ ისე რეალურად რომ ჩამოდიხარ პირველი ღამე ვაფშე ის კიდე რომ ხაზრზე მოხვიდე გამოცოცხლდე რაღაცა. მეორე დღეს დავიხარ რომ ყველაფერი მოასწრო ნახო და მესამე დილით ისე ვიღვიძებ და მიდიხარ. მაგრამ ახლა ალბანეთში 3 ღამე ვარ და ვფიქრობ რომ სრულიად საკმარისი იქნება ალბანეთისთვის. ესე იგი არქეოლოგიური მუზეუმები დაგვეჩაგრა ერთ სალონებში ვერ ვნახეთ და აქაც დაკეტილი იყო. კი, სამწუხაროდ. სამწუხაროდ, ხო. 4 საათიანი გზა გვაქვს, 3 გაჩერება უწერია საიტზე. აქამდე არ გაჩერებულა, ეხლა გაჩერდა სანამ მაკედონიაში შემოვედით, რომ პასპორტ კონტროლის შემთხვევა რაც იყო, სხვა არაფერი და ამ შემთხვევაში 3 გაჩერება უწერია ავტობუსს. წავედით ახლა ალბათ საავადმყოფოდ დაგვეძინება რა. ხო, ეს არის კიდე რაც უნდა ითქვას, რომ ტირანაში რო ჩადის ეს არ შედის ქალაქის ცენტრში, ანუ და არც იმ მანძილზე არ შედის, რომ მე იქიდან ჩვენ ფეხით დავფაროთ ცენტრამდე მანძილი. ამიტომ ტირანაში რო ჩავალთ, რეალურად ვიქნებით სადღაც გარეუბანში და იქიდანაც მე ალბათ არის ხო რაღაცა ავტობუსების გასაჩერებელი სივრცე და იქიდან მე კიდე ან ტაქსი გჭირდება, ან რაიმე ავტობუსი უნდა მოვანახოთ. დაახლოებით ისეთი ამბავია East Point-ში რო ჩაგიყვანოს საქართველოში. ხო, თავისუფლების მოედანზე. ხო. ანსადმე იქ. ამიტომ ეგეც საზრუნავი გვაქვს, რომ სახლამდე როგორღაც მევახცევთ. არა და ამ შემთხვევაში ორივე შემთხვევაში ბოლოს ისე გქონდა რომ 20-30 წუთი იყო ფეხის ავალი სადგურიდან და ძალიან კომფორტული იყო ჩვენთვის მიუხედავად იმისა რომ ცხავდა, მაგრამ რას ვუსებთ. წავედით მოკლედ რა. სამწუხაროდ ამ მომენტში მიკროფონის ჩართვა დამავიწყდა ან არ იყო დაკავშირებული რაღაც და ხმა არის მის, ამიტომ გეტყვით რაზე ვსაუბრობ.
აქ უკვე შეწუხებული ვარ, რომ 4 საათი მივდივართ და რუკაზე კიდევ ბევრ საათს გვიჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ Flixbus-ის საიტზე ეწერა, რომ 5 საათი, 4 საათი ნახევარი დაგჭირდებოდა მთლიანად გზაზე. მაგრამ ჯერ აქ არ ვიცი რა გველის და რამდენი საათი მოგვიწევს კიდევ გზაში ყოფნა. თავიდან ავტობუსი ყოველ 1 საათში აჩერებდა ახალ სადგურზე და ამოყავდა ახლიდან ხალხი, რაც ჩვენთვის იყო ძალიან ცუდი, იმიტომ რომ განწყობილები ვიყავით სამგზავროდ დიდი გზისთვის და ვიძინებდით, ხოლო როცა აჩერებდა ბუნებრივია მეღვიძებოდა თავიდან, რაც ხელს მიშლიდა იმაში, რომ დამესვენა. ეს ხელს მიშლიდა იმაშიც, რომ გზა იყო ძალიან დიდი და ვერ ვახერხებდი კარგად დასვენებას. მაგრამ ერთადერთი პლუსი ის იყო, რომ მივდიოდით მთიან ადგილებში, ძალიან ლამაზი იყო, მწვანე, ძალიან ლამაზი ბუნება იყო და ეს ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო. ასევე ვიდეოში გიზიარებდით ჩემს ემოციებს მძღოლთან დაკავშირებით, რომ თავიდან საკმაოდ აგრესიული მოგვეჩვენა, ინგლისურად საერთოდ არ საუბრობდა, არც აინტერესებდა სხვა ენოვანი მგზავრები, ვინმეს რამე ხო არ სჭირდებოდა, ან ხომ არ ეუბნებოდა და იკითხებოდა რამეს, თუ რამეს ვეკითხებოდი ინგლისურად, პასუხობდა თავის ენაზე, რაც ძალიან არაკომფორტული იყო. მიუხედავად ამისა, ბოლოს ძალიან ესე მეგობრულად დავშვერდით ყველანი ერთმანეთს. ამ ხანგრძლივი მგზავრობის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო, როდესაც ჩვენს ამ აღნიშნულ მძღოლს დაუგორდა ავტობუსი, მას შემდეგ, რაც ადგა თავისი ადგილიდან და ხალხს ითვლიდა, თუ რაღაცას აკეთებდა და როდესაც ვიყურებოდით ფანჯრიდან, აშკარა იყო, რომ ავტობუსი გორდებოდა, რასაც შეიძლება თვითონაც მიხვდა ან ვერ მიხვდა და მალევე დაბრუნდა თავის ადგილას. მოვედით საზღვარზე, ალბანეთის საზღვარზე, გამოვედით მაკედონიიდან. მაგრამ ძალიან დიდი რიგი აღმოჩნდა აქ, განსხვავებით წინა საზღვრებისგან, რომლებიც გამოვიარეთ და ვდგავართ ახლა ამ რიგში. სავარაუდოდ მოგვიწევს, რომ ჩავიცალოთ მთელი ავტობუსი და გავიაროთ პასპორტ კონტროლი და ჩაგვერტყან ქვეყანაში შესვლა. და ველოდებით რა მოკლედ. რომელი საათიც იყო მითითებული თვითონ Flixbus-ის ოფიციალურ აპლიკაციაში, რომ ამ საათზე უნდა ჩავსულიყავით ჩვენ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, 6 საათი აქ რეალურად უკვე გაგვიხდა, ანუ იმდენად გადააცილა რა. ანუ თითქმის 6 საათი გავიდა, რაც გზაში ვართ და ძალიან დავიყალეთ. აქ ახლა კიდე რამდენი ხანი გაგვიჯანჭილდება ეს პროცედურა და მე კიდე აქედან ტირანამდე რა დრო დაგჭირდება, ეგ ხო ცალკე საკითხია და სადაც შადის, იქიდანაც კიდე რაღაც დრო დაგჭირდება, რომ აპარტამენტამდე მივიდეთ და რომ მივალთ ალბათ ჩახოცილები ვიქნებით. ჩემი დაბადება დაიწვას. მე არაფერს დავამატებ, დავიღალე უბრალოდ და ეს პატარა მანქანები ისინი ელაგადიან. ამ ხელა ავტობუსს რა დრო დაგჭირდება, წარმოდგენაც არ მინდა.
დარჩით ჩვენთან. მოკლედ იმდენი ვილაპარაკეთ, უნდა ჩავიდეთ ესე ვქნათ, რომ ჩამოიარა მძღოლმეთ და ყველას პასპორტები წაიღო. ანუ ამას მიაქვს და ალბათ მე დამოუკიდებლად ვინმეზე რამე ეჭვით ვექნებათ ჩაიყვანენ ესე ინდივიდუალურად. ხო, სავარაუდოდ ჩაარტყავენ და ისე ამოგვიტანენ და წინა შემთხვევაში როცა მაკედონიაში ჩამოვედი და ბულგარეთი დავტოვეთ, ორივე ჯერზე მოგვიწია რომ ჩამოსულიყავით. ყველას ავტობუსიდან. ხატო ნახოთ რა იქნება რა ვიცი. ძალიან კი გაგვიგრძელდა გზა რა. ამდენს არ ველოდი 4-5 საათს ველოდი მაქსიმუმ და უკვე 6 საათი გადის თითქმის. სამაგეროდ ბოლო მგზავრობა ეს ავტობუსით და მე გავამგზავრებით ათენში, ერთ დღეს გავატარებთ იქ და დავბრუნდებით მე ღამე თბილისში. კარგი ისე რომ თბილისში ბრუნდებით სამაგეროდ და არა ქუთაისში. აი ჩვენი მძღოლია და წაიღო პასპორტები. გადმოვედით ხოლმე. ეს ალბანეთში შორ. სად გავჩერდით, რამდენიმე წუთი ვისვენებთ. ეს დილამაზი პატარა სასადილოა, მოსასვენებელი სივრცე, აქეთ არის მაღაზია, იქით არის სასადილო, თავისი კაფით და ისო მთაში მოვდივართ სადღაც. ძალიან სიგრილია, ლამაზი ბუნებაა. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს ტირანამდე. რა ძალიან დავიღალეთ და იმედია რომ მალე ჩავალთ და კიდე არ გაგვეწელება გზა. ყავები ავიღეთ ახლა დავლევთ და გავაგრძელებთ ისო გზას. აქ უკვე შეიცვალა ვალუტა. მაკედონიაში რო გქონდათ მაკედონიური დინარი, ამ შემთხვევაში აქვთ ალბანური ლეკი. რაც დაახლოებით უდრის 100 ლეკი უდრის დაახლოებით 1 ევროს. ახალ ხო ჩამოიქცათ, აიგნება დავუყოთ. ალბანეთის სიკვდილი არადროს მდომებია. 7 საათია გზაში ვარ და ჯერ რუკა კიდე 2 საათს წერს. გზაში უნდა ვიყოთ. მაგას სამილიონია. რა ვიცი, ყველა მაგ-მაგ-ტიპის. რა გქონდა დაგაკეთებული? ნიტიცუ შოას აკეთებს. რა? ყველა ბედნიერებასთან ერთად საცობშიც აღმოჩნდით. Aber Herz. მაგარი ლამაზი ყოფილა ხალხო ალბანეთი. თქვენ ესე ნუყურებთ. ალბანეთი არის ძალიან ლამაზი ქვეყანა. სხვაც აქვთ, თაც აქვთ, მოვლილიც არის. აქ მყოფებს არ ჭერათ ჩემი და მე დავამტკიცებ რომ ალბანეთი საუკეთესოა. ალბანურად ვიცი ერთი სიტყვა. რა? შაქარი. შეჭე. შაქარი. იმხილგედა. დეკენდა. ხალხო, მეც მეკონა ალბანეთში ჯენდობა მიდანე და რა იქნება თქო რა ნახეთ რა. მაგარი მოხდილია ბუნება. ბუნებობს. ძალიან კაი დროს ავთ. ჩამოდით და ისვენთ ალბანეთში რეკომენდაციას ვუწევ. მოკლედ ხალხო, ეს ბილეთი რო ვიყიდეთ, სხვა დღეები რა, სხვა ქვეყნებში 2 დღით ვიყავით და 2 ღამით და აქ გვიწევს 3 ღამე და ყველას გვიხაროდა რომ ჩავალთო შუა დღესო, დავისვენებთო ეგრევე და მთელი საღამო კიდე გვაქვს და მე სრული 2 დღეო და უფრო მეტი გამოგვდისო დრო ისე და როგორც აღმოჩნდა Flixbus-ზე არ წერია სწორედ რომ და აგერ უკვე მე 8 საათი გავა რაც გზაში ვარ და
რო ჩავალთ? ხალხი და ოჯახით და ყველაფერი. ნატურლები. კი, მოვიარეთ აქაური მთიანეთი. ხო და რო ჩავალთ და იქ დაწოლის და რა ვიცი, დასვენებს მეტი ალბათ არაფერი გვენდოება, მე უკვე იმ ჭკუაზე ვარ, რო ვიძახი საჭმელი სახლში გამოვიძახოთ, მეთქი მაღაზიაში გასვლაც მეძარება უკვე ისე დავიყალე. და რა ვიცი. აი ეს წინასწარ ნურაფერი ნუ გაგიხარდებათ. აქედან დასკვნა. მორალი. ხო, moral of the story. წინასწარ ნურაფერზე. ნუ დამყარეთ თქვენი იმედებს და ნუ გაგიხარდებათ, სანამ უშუალოდ იმ სიტუაციაში არ ჩავარდებით. როგორც ეს ჩვენ დაგვამართა. იმიტომ რომ რამდენიმე დღე უკვე ვიმედოვნებთ, რომ აი რა მაგარია, იქ 3 დღე ვიქნებით, უფრო მეტი დრო გვაქვს და აი ესე. ჭკუის სასწავლებელი. ჭკუის სასწავლებელი იყოს, რომ წინასწარ ბევრი არ უნდა ითლიგინო. არა, ლამაზი კი არის აქაურობა, მაგარი ბუნება აქვს მართლა. სუნთებში კი მოვდივართ, ესე კაი ჰაერი ჩავისუნთქე საქართველოში, რაც არ მისუნთქეო ფოლოთლებია. კაი მთის ჰაერი ვისუნთქე, წიწოვანი ის იყო თან. ხო, ბუნება და ფილტვებში წავიდა კაი ჰაერი. სანატორიუმიც გამოვიარე. კი. 8 საათი ცოტა არ არის ხას მთიანეთში. უკვე ხო ხედავთ, აი, გაღლილობა იმოქმედა და ესეთი ადგილებია სულ გადამწვანებულია ყველაფერი. წავედით, როდესმე ჩავახცევთ და კიდე გადავიღებ ვიდეოს. მოგეთ ამქნდა. გამოიწერეთ არხი რა. გთხოვთ. მე რამდენად უნდა გთხოვთ. აღარ შემიძლია ეს ათინახვების დანაყოფი გულწრფელად მიხდება. ჩამოვედით. ხალხო, ეს წამის დადგა ჩვენ ჩამოვედით და მოვედით ბინაში და გაჩვენებთ ახლა როგორია ჩვენი სახლი. ჩვენ კმაყოფილები ვართ, მე მგონი აქამდე რა სახლებიც გქონდა სისუფთავით, ყოველ შემთხვევაში ყველა ჯობია. რო შემოვდივართ, ესე არის. აქ ცარიელი სივრცეა. ეს არის აბაზანა. მომეწონა ის, რომ საკმაოდ სუფთა არის ყველაფერი აქ. ნიჟარად საკმაოდ, აი, არაფერი არ აქვს რა, ისეთი რომ თქვა, რომ სისუფთავი არ არის. იმიტომ რომ სადაც არ არის სისუფთავი, მაშინ რომ მიხვდები. ეს არის ესეთი მისაღები, ტელევიზორი გვაქვს, ეს დივანი, ეს პატარა სამზარეულოშიც ის უნდა აღენიშნოს, რომ რა ვიცი, აი, მოწესრიგებულია ყველაფერი. ეს კონდიციონერი, რა თქმა უნდა, ჩავრთეთ. და ეს არის საძინებელი, აქაც ცალკე კონდიციონერი არის. ესე დიდი კარა და ეს თემო არის. საძინებელი გვაქვს ესეთი. ესეთი არის ჩვენი ბინა, როგორც იქნა, სადაც მოვედით. ეხლა დავისვენებთ. კი. Привет. ახლა მივდივართ საჭმელად. ვიჩადეს ალბანეთში რომ მოგმართ. ალბანეთში ჩავდივართ ჩვენ, მაგაროები. გოია, არა. კომიტე გოია ხარშალა. ხო. კი. მე და ჩემი წერა. დაერთ. აღარ მინდა ეხლოსო. მოკლედ ვნახეთ ჩვენთან ახლოს ბურგერ კინგი და plant-based ბურგერი ძალიან მომინდა, იმიტომ რომ მთელი გზა მშივრები ვართ. გუშინ ვინც ბოლო ვიდეოს უყურეთ, მაღაზია დაკეტილი იყო კვირას, ნუ მაღაზიები ხო დაკეტილია და ვეღარაფერი ვერ ვიყიდეთ და დავრჩით მშივრები და მთელი გზა მერე თემამ რაღაცა პეჩინიები იყიდა და ის ხო ნაჭამი და 9 საათი გზაში მოვდიოდით. და მხოლოდ იგი გვაქვს ნაჭამი. ხო და რაღაცნაირად არასდროს არ მინდება ეგეთი საჭმელი, მაგრამ
რახან ესე ვართ და მოგზაურობთ შევჭამ რა. თუ იყო რა თქმა უნდა შეიძლება არ იყოს. ძალიან საყვარელი სუფთა ქუჩებია. იმაზე უკეთესი შთაბეჭდილება გვაქვს ვიდრე ველოდით და გვეგონა. ჯერჯერობით ძალიან მოგწონს ქალაქი. ცისუფთავია, გამწვანებულია. ნახოთ. სხვა შთაბეჭდილებები რა გვექნება და ბევრი კაფეები არის განსხვავებით მაკედონიისგან. ამიტომ რომ იქ არ იყო ესე რა ყავები, ესე ხშირი და კაფეები საერთოდ დაჭდე და დაისვენა. მოვედით მოლში, აქ ყოფილა ბურგერ კინგი მე მგონი. და უზარმაზარი მოლია. ძალიან დიდი მოლია. ჯერჯერობით ძალიან მოგწონს ყველაფერი. იქიდან გამომდინარე რომ ბურგერ კინგს plant-based ფორმი აქ ქონია სამწუხაროდ. ერთხელ მომინდა ძლივს. რაღაც არაჯანსაღი და ისეთი რაზეც არ ვჭამ ხშირად. მოიცა ბიჭო. აქედან გამომდინარე დიდი არჩევანი არც არ იყო რასაც შემოიქ მოლში და აქედან გამომდინარე ნახეთ და პიცების ადგილი ვნახეთ და ავიღეთ 3 ნაჯერი. ეხლა მივემართებით სახლისკენ, იქ დასასხდომი არ იყო. მთელი დღის უჭმელები ვართ და რაღაცა შტარობა პეჩენები გვქმარტო ნაჭამი. ეხლა მივდივართ სახლში რომ გემრიელად ჩავიგემრიელოთ პიცკები. ლაგუნას პიცა, რომელსაც საშინელი მომსახურება ჰქონდა და ვეგეტარიანული პიცა რას ნიშნავს არ იცოდნენ. რა ვიცი. 2025 წელს. წავედით.